მეგობრებო, ესეთი გაშლავნა შემოგთავაზოთ, საერთო იქნებოდა, საერთო ყოველთვის არ ემთხოვა, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ ხოლმე ლოგიკურია, მაგრამ იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე, რაც პრინციპში მითხარით, რომ საჭიროა რომ იდენტიფიკაცია გქონდეს ჩემ გაშლებს, თუ ემთხოვა, უყურეთ ხოლმე ბოლომდე, თუ არა და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მაინც მიიღებთ, თუ სიტუაციურად ასე თუ ისე ემთხოვა. ყველა ვარიანტში ლაიკები არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ ნახვევი ბევრია და ლაიკები მინიმალური გააქტიურდით, გთხოვთ. და ყველა ჩადებული თქვენი ენერგიისთვის, გაზიარება, კომენტარი თუ ლაიკი, ყველასთვის ძალიან დიდი მადლობა და ყველა პირად წერილს ვკითხულობ, აბსოლუტურად ყველას ვექცემთ პასუხს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ აქტივობისთვის. თემა არის ასეთი, ამ გაშლის კონკრეტულად უნდა ელოდოთ ახლო მომავალში მის რამე მოქმედებას თქვენთან მიმართებაში თუ არა. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? გავიგოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი, ვისაც ელოდებით, ვის მოქმედებასაც ელოდებით და დაგაღირსათ, ასე ვთქვათ. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? ორი კარტი აღმოვადა. სიყვარულია თქვენ ურთიერთობაში. არ ვიცი, სულით ხორცამდე გრძნობთ ერთმანეთს. შორ დისტანციებზეც რო იყოთ, გრძნობთ მის ემოციურ ფონს თქვენთან მიმართებაში, გრძნობთ იმას, რომ მისთვის სულ ერთი არ ხართ, გრძნობთ იმას, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ყველაფერია, მოკლედ. გიყვართ ეს ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება პირდაპირ უკვე თქვენი, არ ვიცი, მეუღლეა ან სამეუღლეო კანდიდატად განიხილავთ, იმიტომ რომ პენტაკლის მეფე ამოდის, პენტაკლის მეფე არის მეუღლის კარტი, ესეთი მყარი ადამიანი, უკვე ჩამოყალიბებული მეფეა და ეს არ არის პრინცი, რომელიც რაღაცა ნელი ნაბიჯით ერთი ნაბიჯს წინ დგავს და ორ ნაბიჯს უკან მიდის და რაღაცნაირად შენელებული კადრია, ასე ვიტყოდი, ეს არის უკვე მეფე, რომელსაც თავისი რაღაცა ნადავლი აქვს, ბიზნესის სახით იქნება ეს საკუთარი თუ მიღებული, ასე ვთქვათ, დამსახურებული ნამუშევარი და რაღაცა დაწინაურებული პოზიცია თავის სამუშაო სფეროში. ყოველ შემთხვევაში მას იმაზე მეტი პენტაკლი აქვს, ვიდრე თქვენ გაჩვენებთ ამ ერთი პენტაკლით და საერთოდ ხალხს აჩვენებს. აქ მთელი სკივრი აქვს, ასე ვთქვათ, თავის ქონების. ეს შეიძლება იყოს უძრავ-მოძრავი ქონება ამ სახით წარმოჩენილი, შეიძლება თავისი ბიზნესი კიდევ იმეორებს, შეიძლება უბრალოდ რაღაცა გადანახული აქვს ბანკის მეშვეობით, ან უბრალოდ რაღაცა ყოლაბა აქვს, სადაც ოქროებს და ბრილიანტებს და ფულებს ინახავს, მწვანე დოლარებს. რაღაცისთვის შეიძლება აგროვებს, რაზეც შეიძლება ჯერჯერობით თქვენთან, ასე ვთქვათ, ხმამაღლა არ საუბრობს და რაღაცა პატარა არა, გაცილებით ისეთი ძვირიანი საჩუქარი შეიძლება უნდა რომ თქვენ გაგიკეთოთ და სწორედ ამიტომაც არ აჩვენებს აი ამ სკივრს, ასე ვთქვათ, ფინანსებისას. სიყვარულია თქვენ ურთიერთობაში, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მისთვის მიხართ. გავიგოთ. მისთვის მიხართ ეხლა, როცა ამ გაშლას უყურებთ. ერთი ჩემო უნდა დავფარო ეს კარტი. არის ძალიან მოშიშვლებული, ეს არის მე-15 მაღალი არკანი, ეშმაკი. ძალიან რთული კარტია ურთიერთობაში, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გავიწყებს აბსოლუტურად. მასთან ერთადაც რაღაც მომენტში რთულია, რაღაცა დამოკიდებულებაში გაგდებს, ეჭვიანობაში გაგდებს, ვიბრაციებს, დაბალ ვიბრაციებში გაგდებს, შეიძლება როგორც არ ხარ აგრესიული, ასე ვთქვათ, საერთოდ ადამიანი რაღაცნაირ აგრესიულ და ეჭვიანობის ენერგეტიკაში გადაყევ ხარ, გაუთვიცნობიერებლად სრულიად, არა მისგან, ასე ვთქვათ, სპეციალურად არ მოდის, მაგრამ გრძნობ, რომ არ ვიცი, მისი ფიზიკური შეხება გინდა, გჭირდება, ის არის ადამიანი, რომელიც მის გარეშე ძალიან ცუდად ხარ, ვერ იძინებ, ვერ ჭამ, ტვინი გეხდება აბსოლუტურად, მთელი, ასე ვთქვათ, ენერგია მიგდის ამ ადამიანისკენ ფიქრებზე, მასთან შეხებაზე, მის ჩახუტებაზე, მასთან კონტაქტზე, ფიზიკურ კონტაქტზე აქვს საუბარი ეშმაკით. ეს არის 18+ გაშლა, კიდევ მეორე პატარებმა ასკროლეთ, შეგიძლიათ ასკროლოთ. ძალიან დიდი ვნება და ემოცია გიზგიზებს მის გულში და მის სხეულშიც, ამასაც გეტყვით. შეიძლება დამოკიდებულებით
ვარდება და ყველანაირი დაბალ ვიბრაციაში ეს შეიძლება იყოს ალკო დამოკიდებულება, ნარკოტიკული დამოკიდებულება, აი რაღაცნაირად დარც იქარვებს თითქოს თქვენზე დამოკიდებულებით მოსაწევი იქნება იქ თუ წამალი ყველანაირი დაბალი ვიბრაცია, ფსონების დადება, კაზინოში თამაში, ანუ თუ რაიმე არა სახარბიელო, ასე ვიტყოდი, აი ამ დამოკიდებულებაში ვარდება თქვენთან მიმართებაში, ასევე შეიძლება იყოს ქალებთან დამოკიდებულება, გაშლა არის ორივე სქესის და თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმა, შეიძლება უბრალოდ ინტერნეტ სივრცით მაქსიმალურად ცდილობს სხვა მანდილოსნებზე გადაერთოს ემოციურად, რომ ძალიან არ შეგბოჭოთ თავისი ეჭვიანობიდან ნერვოზული ქმედებებით, რომ მარტო ჩემი ხარ და სხვა არავისი არ მინდა რომ იყო არასდროს. უბრალოდ ცდილობს შეიძლება რაღაცნაირად გაალაითოს, ასე ვიტყოდი, აი ეს ქალის მიზიდულობა, რომელიც თქვენთან მიმართებაში აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი შეიძლება გამოწერილი ყავს, საეჭვიანო არაფერი არ გაქვთ, მინდა გითხრათ, ეს არის უბრალოდ ის მომენტი, როცა თავს აძლევ იმის უფლებას, რომ აი რაღაცნაირად გადაერთო და არ შებოჭო არც ის ადამიანი და არც შენი თავი არ გაგიჟოს, ასე ვთქვათ, აი ამ დამოკიდებულებამ, მეშმაკისამ, რომელიც ამ კარტის მიხედვით ფიზიკურ დამოკიდებულებაში განსაკუთრებით არის საუბარი. ყველას შეიძლება ედები, არ ვიცი, სოციალურ ქსელში, ყველას გაცნობა გინდა, მაგრამ არც ერთი არ არის ის, რაც გაკმაყოფილებს. ეს არის დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. მხოლოდ თქვენთან აქვს აი ეს მნება, ის ემოციური ფონი, ის შეხების სურვილი, ის მარტო ჩემია და არავის არ უნდა ეკუთვნოდეს ემოციურად, ფიზიკურად, ყველანაირად აბსოლუტურად. ასე გრძნობს ახლა თავს. უნდა ელოდოთ თუ არა მის ნაბიჯებს სერიოზულს თქვენთან მიმართებაში. უახლოესი მოდი ჩავიფიქროთ ერთი თვის ვადებში. რვიან ხმალით ადამიანი შეიძლება მე მგონი გაგრძელებაა წინა გაშლის, ვისაც არ გინახიათ, გადმოდით ჩემ კურსზე და წინა გაშლა ნახეთ, იმიტომ რომ ზუსტად იგივე კარტები და ემოციური ფონი ამოდიოდა რაღაცნაირი მეორე სეზონია იმ გაშლის, აუცილებლად უყურეთ, ვინც ამ გაშლას უყურებთ და თემატიკურად ამთხოვთ, რომ თქვენია ეს გაშლა. ადამიანი შეიძლება გათვითცნობიერებულ მარტოობაში წავიდა, ასკეზაში წავიდა, მარხვაში წავიდა, თავის სულიერების დაზამთრებული პერიოდი აქვს. რაღაცას გლოვობს, რაღაცა მარტოობა ჭირდება. აი ამ ფანრით მიდის თავის გზაზე, წინა შეცდომები რაც გაუვლია, რომ აღარ დაადგას იგივე შეცდომებზე ნაბიჯი, ასე ვთქვათ, და იგივე არ შეეშალოს. გათვითცნობიერებულად მარტოობაშია, შესაძლებელია უძილობები ჭირს, შეიძლება ვინმეც კი უთენებს ღამეს და არ ვიცი რაღაცა მკურნალობის რეჟიმში ყავს, იქნება ეს და დედა, ძალიან ახლობელი ესეთი შინაური ოჯახის წევრი დედრის სახით, შესაძლებელია ასეთი ადამიანებიც იყოს. მაგრამ ეს არის მენტალური მდგომარეობა, ხმლებირვიანი, რომელიც მას ავადმყოფურ მდგომარეობაში აკეთებს, მარტოობაში აკეთებს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მისთვის ხართ მზე მე-19 მაღალი არკანი. ეს არის ყველაზე დადებითი კარტი, შემიძლია ვთქვა. მთელ ტაროში ალბათ ყველაფერს რო გინათებს, რო დაინახავ მის ამ ადამიანს და შენ გვერდით არის, შენთვის არის უკვე ზაფხული, შენთვის არის ემოციური ფონი ძალიან დადებითი, ყველაფერი გავიწყდება და გიხარია, ასე ვთქვათ, ცხოვრება, გიყვავილებს ეს ადამიანი ემოციურ ფონს, რაღაცნაირი სიმშვიდეს გმატებს, თითქოს ძალას გრძნობ, აი ძალა მამაკაცური, აი ხედავთ როგორი ძლიერია, ძლიერი ხდები, შენ მამაკაცურ და ქალურ ორივე სქესია და ამიტომ ეძახი სიძლიერეს გრძნობ ამ ადამიანთან, გრძნობ რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, რომ მისთვის ემოციურადაც, ფიზიკურადაც ძალიან ყველაფრის დამთბობი და საერთოდ სხვა ემოციების მიმცემი ხარ, ყველაფერს ავიწყებ ამ ადამიანს. მზე, სითბო, სიყვარული, ყველაფერი რაც გინათებს გონებას და მადლიერებით, ასე ვთქვათ, სამყაროს მიმართ ივსები. უნდა ელოდოთ თუ არა მისგან ნაბიჯებს გავიგოთ. რაღაცა სამუშაო რეჟიმში შეიძლება ცოტა ისეთი გაუთვალისწინებელი მომენტი უდგას, სადაც მას დამხმარე ეყოლება მეგობრის ან თანამშრომლის სახით, შეიძლება წყალთან დაკავშირებით რაღაცა გაუთვალისწინებელი, წყალმა გაასხას, სახლში, სამსახურში რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი სასწრაფო საქმეები ექნება, მაგრამ გამოჩნდება იმ რესურსს და იმ ძალას ჩადებს და იმ ყურადღებას ჩადებს, რასაც ელოდებით რამდენ ხანში
ცოტა ლოდინი მოგიწევთ, ცოტა კონფლიქტურ სიტუაციაშიც იქნებით